როგორც ამბობენ, დასაწყისი ყოველთვის ყველაზე უფრო რთული. როგორც ამბობენ, დასაწყისი ყოველთვის ყველაზე უფრო რთული. გამარჯობათ, მე კორნელი ვარ და მოგესალმებით გურიიდან. როგორც ერთხელ ერთმა ჩემმა საყვარელმა მწერალმა თქვა, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, ჩვენი მდინარე და დავამატებდი, რომ ჩვენ ყველას გვინდა რომ გქონდეს ერთი გოჯი მიწის ნაწილი, რომელზეც ბავშვობაში აი საწოლთან კედელზე ჩამოკიდებულ ნოღზე თამაშისას გვიოცნებია, ან როდესაც სამსახურიდან დაღლილი დიდ ქალაქებში გამოვდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვჯდებით და ყურსასმენებში საყვარელ მუსიკას უსმენთ. აი დაახლოებით ესეთი ადგილია ეს, რომელიც სადღაც 2 წლის წინ შევიძინე, თუმცა მიუხედავად იმისა, რაოდენ კარგი სამსახურიც არ უნდა გქონდეს, არ გამოდის სოფლის მეურნეობა, ფერმა, საყვარელი საქმე ერთად სამსახურთან. და შესაბამისად, ეხა დიდთოვლობის მერე, რომელიც გურიაში მქონდა, მომიწია სამსახურის დატოვება, იმისთვის რომ მთელი ჩემი დრო და ენერგია ამ ადგილისთვის დამეთო. მომევლო, მეზრუნა და განვითარებაზე მეფიქრა, სადაც შევძლებდი არამხოლოდ საკუთარი თავისთვის შემექმნა პროდუქტი, რომელიც ბიო იქნებოდა და რომელსაც პირადად მე შევჭამდი, სანამ სხვას ვაჭამდი, ამავდროულად მინდა და შემექმნა ესეთი გარემო, სადაც მეგობრებთან ერთად შევძლებდი ჩამოსვლას, გართობას, წვადის შეწვას, პურის ჭამას, ან თუნდაც თევზაობა, არა ბაბუ? რა თქმა უნდა. არა დღეს კიდევ ნიკლუიოთ. მაშინ ისე წვაც მიხვედო ჯობიაო. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც სოფლის მეურნეობაში, დღეს სოფლის მეურნეობაში საქართველოს აქვს და უჭირს, არსებობს კიდევ ერთი სირთულე, რამაც ჩემ შემთხვევაში იჩინა თავი ის, რომ მე არანაირი გამოცდილება არ მაქვს არათუ სოფლის მეურნეობის თესვის, რგვისა და მოყვანის, არც ცხოველთან ურთიერთობის და ასე შემდეგ. თუმცა მჯერა იმის, რომ ადამიანის მონდომების, ღვთისწყალობის და შრომის შედეგად ყველაფერი მიღწევადია. ეხა აქ არ იფიქროთ, რომ ეხა წარმატებული ადამიანი გესაუბრებით რაღაცა წარმატებული საქმის შემდეგ. პირიქით, მე მინდა გაჩვენოთ ადამიანის გზა სოფლის მეურნეობაში, ახალგაზრდა მარტო მყოფი ადამიანის გზა, რომელიც ნოლიდან იწყებს ყველაფერს და სიმართლე რომ გითხრათ, ეგ პროცესი მინდა და ზუსტად მეჩვენებინა, როგორ ვიწყებ ნოლიდან, დაახლოებით თვე-ნახევარია 2 თვეა, რაც აქ ყოველდღიურად ჩამოვდივარ და შრომობ და მინდა ის გზა რომ ერთად გამლოთ, როგორი იქნება, რა სირთულეებს შევხვდებით თუ ასე შემდეგ. ეხლა გადავინაცვლოთ ბიჭებთან უყურადღებობაში ვარ ჩაგვეთვალოს, დავეხმაროთ სუფრის გაწყობაში თუ წვადის შეწვაში თუ ასე შემდეგ და თან ჩემ ფერმასაც გაგაცნობთ ჩემი ბოსნი თუ ჩემი ცხოველები თუ და ასე შემდეგ. იქ სადაც ყველას მიგვიწევს გული, იქ სადაც ყველა ჩანთას ვალაგებთ, თარმი გვაქვს სპეშვით ჩვენ სიყვარული და ერთ ნახტომში ხდები ალაგეს. იქ სადაც ფებია კეცებს ახურებს, ბაბუს ჭიქაში უდუხსა და სა, ჩემი ბავშვობა ამ ერთ სურათში თითქოს ახლოდა მომეალერსა. იქ სადაც ფებია კეცებს ახურებს, ბაბუს ჭიქაში უდუხსა და სა, ჩემი ბავშვობა ამ ერთ სურათში თითქოს ახლოდა მომეალერსა. ამასობაში გავიდეთ უკან და ჩვენი ფერმის ქალბატონებს საჭმელი მივუტანოთ.
უი ხო, სანამ ქალბატონებამდე მივალ, იქამდე ამ ბოსტნის ბაღჩის ისტორია უნდა მოგიყვოთ. სხვათა შორის, ვინც არის ით გურიაში ბოსტანს ბაღჩა ქვია. სარს კიდე ჯღა. უბრალოდ არ ვიცი, ბამბუკის სარსაც ჯღა ქვია თუ არა. ხო. ეხა აქაურობას რომ უყურებთ, თქვენ იყო გავერანებული დაახლოებით ჩემი სიმაღლის ბალახი, ჯაგნარი და ასე ეკალბარდი იყო და ერთ-ერთი ჩელენჯი ჩემ თავს რაც დაუწესე აქ წამოსვლის მერე რაც დიდ თოვლობამ გადაერა იყო ის რომ აი ბოსტანი გამეკეთებინა დაახლოებით ერთი თვე მივეც საკუთარ თავს სადღაც აპრილის თვიდან მაისის თვეში, თუმცა რახან უკვე დაგვიანებული იყო, არ მინდოდა რომ მეყიდა ფინანსები და მეზოგა, რომელიც რეალურად არც მქონდა და ამიტომ მეგობარმა მომწერა რომ მოდიო ოპერატორი მანიშნებს რომ ცოტა ნელა ისაუბრეო და რა ვქნა, გურულები ამ ფერი ხალხი ვართ, რა ფერს ფიქრობთ ისე ვლაპარაკობთ. აზრს ხომ უნდა დავეციოთ. ხო და რას ვამბობ? მეგობარმა მომწერა რომ მე მოგცემო თესლსო და იმის მიხედვით დათესეო და ეხა ხო ეწერა რომ აქეთ გოგრა, აქეთ პომიდორი, იქეთ ყაბაყი. ეს ეხა რასაც თქვენ უყურებთ ყაბაყია ბუნებრივია, მაგრამ ამ თესლს რაც აქ ჩაუყარე ეწერა კიტრი. და ეს მთელი რიადი რაც გავუშვი რეალურად უნდა ყოფილიყო კიტრი. მაგრამ აღმოჩნდა ყაბაყი და კიდე კარგი დროზე მივხვდი და აქეთ ცოტაოდენი კიტრი დავამატე ჩემით. უი ხო, კიდე რისი თქმა მინდოდა. როგორც თქვენ ალბათ შეატყობდით, ჩემი აგრო განათლება საკმაოდ წერია, თითქმის ნოლია. და იმის გამო რომ ამ ადგილას პილპილი და ბურგალური ერთად დავრგე და დამავიწყდა მთელი ბუტკო, დამტვერვა, ფოტოსინთეზი და ასე შემდეგ, მივიღე უკვე დამონათება TikTok-ზე და თქვენ დავამონათებთ, მაგრამ ეხლა გავიგებთ შედეგს. სწავლის ძირი გამწარდა თუ გატკბილდა. როგორც ჩანს, ძირის და კენწეროს მწარე ჰქონია სწავლას. ჩემოსბავ ხო არ გასიჯავთ? არა, იყო სადოვა. დაფიქრდი? არა. აი მოდი ხა, ეცად გავსინჯავა. ეხლა კი გადავინასვლოთ ჩვენი ფერმის თავარ ქალბატონებთან. ეხლა რაც შეეხება ჩემი ფერმის თავარ ქალბატონებს. თან მშიერ ქალბატონებს, ერთგულს და მეგობრებს, რომელთაც აი ასე ყოველ საღამოს თითქმის უმასპინძლდები ქალბატონ ციურის და ქალბატონ პაწეს. უბრალოდ პაწე მაშინ იყო რომ მოვიყვანე, ხა უკვე დიდია და სახელის შერჩევაც სჭირდება. თქვენს თუ მომეხმარებთ სახელის შერჩევაში, კარგი იქნება, ხოლო ციური ჩემი პირველი მეგობარია, ამასთან ერთად დავიწყე ფერმის აღორძინება, ასე ვთქვათ, ეს ორივე ქალბატონი. ფოტოშოპის ყველაზე მეტი ნახვადი ვიდეო, ალბათ ყველაზე ცნობილი ღორები მთელ საქართველოში ესენი არიან, რადგანაც ამათ ჭამის მუკბანგს 300,000-ზე მეტი ნახვა აქვს TikTok-ზე. და ყველაზე მეტად და ხშირად დასმული შეკითხვა რაც იყო, რომ აი სამწუხაროდ დგინდა და ის დღეს შემიძლია გიპასუხოთ, რომ არა, არ მინდა, რადგანაც ეს ორივე ქალბატონი ჩემი მეგობრები ემსახურებიან გამრავლებას სამომავლობის, გამრავლებას ფერმის, აღორძინებას და ასე შემდეგ. ასე რომ ისიამოვნეთ კადრებით, ისიამოვნეთ ხმით და იცნობდეთ და გიყვარდეთ. არა მხოლოდ ეს ქალბატონები, არამედ ცხოველები, ადამიანები, ერთმანეთი და ასე შემდეგ. რაო პაწე, გიყვარს შენ ცხალი? მოდი გოგო, ნუგცხენია. მოდი პაწე. ბაბუ, როგორ ფიქრობ, ჩვენს რაიონში ტურისტული განვითარების საშუალება გვაქვს თუ არ გვაქვს? მიუხედავად სოფლის მეურნეობისა, რა აქვს მნიშვნელობა არსებითად? ეგ პოტენციალი გვაქვს. ის ვფიქრობდი მსგავს რაღაცას და სულ დღემდე მაქვს სურვილი მსგავსი რაღაცა გაკეთდეს რა. იმიტომ რომ მე ჭირდება აქაურობას და განვითარდება უეჭველი. ესეთი აგროტურისტული თუ ზოგადად?
იმიტომ რომ ჩვენს რაიონში გვინდა არ გვინდა ერთი ორი მონასტრის გარდა მეტი არაფერი არ გვაქვს ისეთი რომ სადაც ადამიანები იმენა ისეთი. იმენა აგროტურიზმი. ხო, აი ესეთი რომ კაცი ქალაქიდან ჩამოსული მე არ მაქვს ზოგადად ლანჩხუთზე ლაპარაკი, დიდი ქალაქიდან ჩამოსული მიიღებს იმ სიამოვნებას, რასაც მისი წინაპრები იღებდნენ მის დროზე. და ბუნებრივია ნატურალურ შეჭამს. ხო. და იგრძნობს მაგას. ახლა მე კაი გამოცდილი მაქვს რა. არა ტურისტი ხედა ჩამოდის, აღვიძებს მამლის ყივილი, გამოდის გარეთ. Ну, კოფეს მიირთმევს მაინც კოფე წვეთშია. ნალექიანს. ნალექიანს. უკვე იგრძნობა რომ სოფელშია. ნაზიგიეს. ლანჩხუთში ნაზიგიეს კოფე. ნაზიკო თანამშრომლობაზე. ხო. ხო. ხო და გავა ბაღჩაში. მოწყვიტავს პომიდორს. ბოსტანშვენებურად გურულად ბაღჩა ქვია, ვინც არ იცით იმათვის. გახლიჩავს პომიდორს. აუ, მოაყრის მარი. ხო, და კაროჩი რა. ასაგები. განეცხავს რაფერი ციას? თუ ვინმე ამ საუბრის მოსმენის და ყურების დროს ნერწყვი მოგადგა ჩვენ ბოდიში. მე თვითონ. ხო და ეგა ჯერ თავო და მე სხვა. ხო და რავი, მე ვფიქრობ სამწუხარო რომ წვადის სუნიც არ გცემთ. და რომ განვითარდება აქაურობა. წვადის სუნი თუ გინდა გცეთ, უნდა ჩამოხვიდეთ აქ. მიუხედავად იმისა, რომ 38 გრადუსია, უკვე არა 32 გრადუსია და საღამოს 9-ის ნახევარია და მაინც. კი ბატონო. მაგრამ მაინც დიდი მუღამია. ბაბუ, შენ რა გეგმები გაქვს? მაგაზის გითხარი ორი სიტყვა. დიდი დაბრუნების დროა? კი, დიდი დაბრუნების დროა. უნდა მოვბრუნდე, ჯო. უნდა ვასწავლო. მეც მინდა რა ცხების დაწყება და გაკეთება მსგავსის რა. მაგრამ მე მოყვები ნელ-ნელა. ძალიან კარგი. იხვი მიყვარს უბედურად. იხვი გიყვარს უბედურად. კაცია და გუნება. კარგი, გადავინასვლით ახლა ჩვენი სუფრა და პირველ რიგში სადღეგრძელო უნდა ვთქვა. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემ ფერმაზე და ჩემი ფეხი YouTube-ში. აგიმალდო, შედარება. წარმატებები. ეხარე. წარმატებები ალაგის. ალაგის. გაგიბარგოთ, ბიჭებო, გაგიბარგოთ. ზდაბალები ეხეთ. ოპერატორსაც ეკუთვნის, მოვძანდი მიში. ვირთვის. საბოლოოდ ჩემო მეგობრებო, დღის და ვიდეოს დასასრულს რა მინდა რომ გითხრათ. იმედია პირველ რიგში მოგეწონათ ეს ვიდეო. ესა ამბავი ადამიანისა, პროვინციაში მცხოვრები ახალგაზრდა კაცისა, რომელიც მარტო შრომობს იმისთვის, რომ არ დატოვოს, არ მოუხდეს წასვლა ქვეყნიდან, არ დატოვოს წინაპრის მიერ დატოვოს ბებია ბაბუის მიერ აშენებული სახკარი, გამოადგეს საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს, განავითაროს სოფლის მეურნეობა, რომელშიც რა თქმა უნდა ჩემი განათლება მწირია, ნულიდან ვიწყებ და ეხა ვიწყებ ყველაფერს და მივიღებ რჩევებს, დამიწერეთ კომენტარში თქვენ როგორ რანაირად რას შეამჩნევდით, რა შეამჩნიეთ შეცდომარი სიგამოსწორება შეიძლება რას განავითარებდით და რას არა. ჩემთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, იხილავდით თუ არა მსგავსი ტიპის ფორმატის ვიდეოებს ფერმიდან და თავიდან ვაპირებ, რომ თვეში 1-2 ვიდეოს დადება საკმარისი იქნება, თუ თქვენი სურვილი იქნება, ბუნებრივია გაიზრდება. TikTok-ზეც შეგიძლია გამოგვიწეროთ, რადგან ეს ყოველდღიურად ვდებ ხოლმე სიახლეებს და გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრის იმედად ჩემი ფერმიდან და გებადიჟებით კეთილი გულით და სულით გურიაში. ისევ პატარა გავხურებ ჩემი ბავშვობის ოდას ეზოს ნალიას და ამბლის ხერს რომ გამახსენებ